მოკლედ ჩვენი მიზანი რაც იყო ამასაც გავეცნობით იმის გარდა რომ ნახეთ როგორ რაღაცა მე ყველანაირად ვცდილობ ხა მე პიარი ვარ რომ ამიდან ყველანაირად ვცდილობ რომ დავაკავშირო დავაკონტაქტო აქ ანსამბლებს სამწუხაროდ საჯაროში გადავიარე ფაქტობრივად კიდევ და იქაც შეხვედრა გვაქვს ანსამბლის ხელმძღვანელთა ძალიან ბევრი ხელმძღვანელთა და მარნეულის ის ერთი არის ბიოქმისი ყობა ბიოქმისი ხო აი ბატონ ყობასთან უდა შეხვედრა გავაკეთებიო აუცილებლად და ისე ვცდილობთ რომ ეს ქართული რაღაცები ტრადიციები წავიღოთ წამოვიღოთ გავაკეთოთ ბევრი რამე რაც მისაღებია ასე ვთქვათ ჩვენ დროს და ნახოთ როგორ იქნება როგორ დაიწყება თანამშრომლობა და რა ნაბიჯები გადაედება ხო? მე იმიტომ აღარ შეგეხმიანეთ იმიტომ რომ თვითონაც ახალ იმას ირჩევდნენ ჯგუფს და მეთქი კარგი ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ხო ანუ ესე ჯობია იცით რა ეხლა მეთქი მე მოვაწერო ხელი მე კიდე სხვა წარმომადგენელმა მოვაწეროს თვითონ ხელი გაეცნოს ის ჯობია ყველაფერს და ესე გავაკეთოთ უფრო ჯობესი და კარგი იქნება ეხლა თქვენი საუბრობთ რა გააკეთეთ და რაზე ანუ კონცერტები ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული საკმაოდ ბევრი ბავშვებად პირველ რიგში მე იმას ვფიქრობ რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მოდელი ბაზარი არის მასთან გექნებათ კავშირი რაც მოიცავს ახლა ჩვენი გარდა იმისა რომ თუ ინტერესის არის რომ გაუჩვენოთ ერთმანეთს ჩავიდეთ ჩამოვიდეთ მივიღოთ ბავშვები და გავასწროთ ერთმანეთს ეს ძირითადი საქმიანობა ეს არის თუ კიდევ რამე სხვა მიმართულებები შეიძლება იყოს ძირითადი საქმიანობა ეს არის მაგითი დაწყება შეიძლება მე გამოაჩენს პროცესი დავარებული ახალგაზრდული ბანაკი გვინდა ბანაკში მოყვავს ის თაობა ეგეც კარგი იდეაა ყავდა მიწვეული ბატონი ბექაოდიშარია ან ოფიციალური დელეგაცია ყავდა იქეთ წაყვანილი და ქალბატონი თინათი ნიგლოშვილი ბექაოდიშარია ბექა დავითულიანი და გურამ ნიკოლაიშვილი ან ეს ჯგუფი ყავდა ჩაყვანილი ძალიან ბევრი ქართველი გოგოქა ქალსხმასხვა ქალს რაც კი იყო ქართული სოფლები თუ ქალები ყველა გადავიარეთ 4 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გავეცანით ბურსაში მე მონაწილეობა მიღებული მსოფლიოს ხალხთა ფესტივალზე ამ ყოფილვარ კი ქალაქში თუ ბურსაში კარაგოს ფესტივალი იყო მერიის მაშინები იქნება თეატრია სასტუმროში ვიყავით ნაში ასე რომ მიდიხარ აი ხოთნა შესაძაც მინუსებში როა ხო ესენი წავდა ჩვენ წაყვანილი ცოტა ზამთრის პერიოდი დამოთხა და აი ღია აუზიუა ცოლსტალია და აი ესე მოუწია და ესე შოკირებულები წავედი ძალიან აი ჩვენ შეგვიძლია ანალოგიური მოვიფიქროთ სამესნად გავაკეთოთ ფესტივალი აი დაწყება ამ გასვლა გამოწვით და მე შეიძლება ერთობლივ ფესტივალზე ვფიქრით იქაც და აქაც ხო ნახეთ როგორ რაღაცა ეხა ჩვენ რა გვინდა ძირითადად გავაკეთოთ მე მინდა რომ ის ბავშვები ვინც იქ ქართულად იზრდებიან კარგად მოგეხსენება თურქეთში როგორი რთულია 10 წლის წინ როცა პრეზიდენტი იყო აი როგორ იცი აი ოჯახ გადიოდა და უმტკიცებდა და ეუბნებოდა რომ აი ქართული ცეკვა არ არის ისეთი რაღაცა და აი ესე მოაგროვას ბავშვები რა ვთქვა დღეს უკვე დიდი ანსამბლია ძალიან დიდი ანსამბლია მასტერკლასის ჩატარება შეიძლება მასტერკლასების ძალიან კარგი ბუშმედისიონთან ვიყავით ბატონ ვანოსთან და ეკასთანაც აი ეს გასვლა გამოცდის პროგრამაც გავაკეთეთ ჩვენ წლების მეგობრები ვართ ერთად დავდივართ ხოლმე და ძალიან კარგად ერისიონთან მემორანდუმით წესი უკვე დღის წესრიგში უკვე ვანოს დაღოსტანდრეში გავივლით და ჩვენც ვდებით ერთმანეთში იკრება კი იცით რა აი ყველაზე მთავარი რა არის იცით ახლა ჩვენ ერთად მოგვიწია მოგზაურობაში მე როგორც პიაზე ისე დამყავს ბავშვები და აი მართლა საოცარი ადამიანები არიან აი მოგზაურობაში ეკასაც ძალიან ახლოს ვიცნობიერების და ძალიან თბილო და კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ჩვენს უპირატ ქონდა ერთი 30 წლის წინ ეს ანსამბლი და ეს კულტურა ვიყავით ბატონ ანდრე უმეშვილის თანამშრომლობით და დახმარებით დაკეთდა ჩვენი ყველაფერი იმასაც დაადიდე მადლობა თქვით და ნახეთ ჩააკეთეთ აბა გასაახლებელია მაშინ ყველაფერი ძალიან ბევრი დეგმეხმარა მაშინ იქიდან ამონდერი ჩვენს ახლა ვაგდერებთ ამ კულტურასა კიდევ ანსამბლსა სიმღერასა და ცეკვებსა ჩვენი და მუსიკას ჯგუფი ოქრო ანსამბლი ოქრო და ბათუმში ვიყავით აგერ
ერთი 20 წელს წინ არცი ალთან ურთიერთობა გქონდა იმათის ჩვენი მეგობარია გიორგი ჯანიშვილი. გიორგი ხოს ისა ყველა გიორგი თქვენ იქ რომ რაღაცა დაგჭირდებიან აქედან ჩვენ დეგეხმაროთ თქვენ აქ დეგეხმაროთ ისეთ რომ ფესტივალებზე მოგეძებნები და ეხლა ჩვენ ვთვალოთ რომ ამ პატარებმა არ დაიწყონ და ისწავლონ ქართული ენის ქართული დედაენას კურსები გავაკეთებთ აქედან მასწავლებლები ყავს მასწავლებლები ყავს აქედან ჩაყვანილი პირველად ხო გითხარ ანზორ ერკომეშვილის დახმარებით ქუთაისიდან ყავდა მასწავლებელი ავთო და ზაზა შეიშვილები სამი წელი იყვნენ ჩვენთან ასწავლეთ ერთი სამი პერიოდი 60 ადამიანის დედაენის მასწავლებელი კურსები დავამთავრეთ. ხოდიშორის ქართული ჟურნალისტია, ისიც მე ფსიქოლოგიურად კარგად მეგობრობთ, ხალხი ვერ იყო და მასაც აუცილებლად ჩამოვიყვანეთ სტუმრად, აუცილებლად მოვიყვანთ თქვენთანაც. და ხოდიშორის მითხრა, რომ ვერიკო ჭიჭიაშვილი ხომ არ იცით? ჟურნალი, მე მგონი თქვენს ჟურნალს ხო, აკეთებდა, მე მგონი მითხრა, რომ რაღაცა უთხარი, გახსოვს რომ მითხრა, რომ მოიკითხეო და ძალიან ესეთი კარგი ის არის და უნდა გადამოგონი ერთობლიოდ ქართველები ყავს, ისეთი ეკოლოგები ყავს და ეკოლოგები ასწავლიან ქართულ სკოლას. ჩვენთან ფუნქციონირებს აი პირადად ჩვენი ქუთქეშალის პედაგოგ-ქორეოგრაფთა პროფესიული განვითარების ინსტიტუტი. აი სწორედ ეგ ჭირდებათ მათ. ხო. სერტიფიცირებას პედაგოგის გზავნიან. ან გავაგზავნ ან თვითონ ჩამოვიდეს და მაგი ისწავლოთ. ხო, ნახე ჩვენ სამი თვითონ გამომიგზავნეთ და ეს მაგას ისეთ რომ ჩვენ ყავს კიდევ გვინდოდა, მაგრამ კვალიფიციური მასწავლებელი ჩვენი მოწვეული ადამიანი არ მუშაობს. კარგად არ მუშაობს. მაგითო როგორ ეს ჩვენ მინდა რომ სახელმწიფომ დანიშნოს და სახელმწიფოს დანიშნული. ეხლა ჩამოდის ადამიანი ერთი თვე მუშაობს, ასწავლის და ერთი თვე არა ოჯახი მომენატრა, შვილი მომენატრა, ძველი წამოდის ერთი თვე აქ შედგება. ისეთი რომ ასე რომ გაგრძელდება, რომ გაწყდება ისა, ბავშვები მერე აღარ ისწავლიან. ჩვენ მინდა რომ ეს 3 თვე, 6 თვე, 5 თვე რომ ჩამოვა, უგაცმეთ კი. სამწლიანი კურსები შეიძლება ექშიანი კურსები. ისეთი რომ ჩვენ მინდა ისეთი რომ საჭმელი დაწოლა, სეირნობა, ისეთი გულაღობა, ისეთი ყველაფერი ჩვენ გავუკეთებთ მაგასთან. ხო, არის მეორე ვარიანტი. ხელფასი თავრობამ და დაუხადოთ და ისეთი რომ გადაწყვეტოს რომ შენ როგორ აქ მასწავლებელი ხარ, იქაც ისეთი და იყო თილი 800-ზე, 300-ზე, ისეთი რომ დიზაინერი იქნება ის ჩვენ ძალიან გვაწყობს და არ გავაკეთებთ. ისეთი ჩვენ წავიყვანე მე 8 თვე იყო, 8 თვეში 3 თვე იმუშავა და 4 თვე არ გამოვიდა. უკან წამოვიდა. ხო, არის მეორე ვარიანტი, მე მგონი ამათთვის უფრო ურჩევნია და უფრო უჯობესია. აქ ახლა ანსამბლის კარგი წევრები, ორი ბოლო და ბიჭი, რომელიც უნდა რომ გამოუშვან, ხო, ამაზე საცხოვრებელს ყველაფერს მოვაწესრიგებ, ამას მე თუ აქედან რაც შეეხება ცხოვრებას ყველაფერს მე საკრებულო მითხრა, თუ იპოვე მანანა, თუ გააკეთებ ამას ჩვენ მოგვაწოდი, რა დაფინანსება არის საჭირო და ჩვენ ამას დავაკეთებ. საშუალება არის. უკვე დადარებია. ეს ვინდა რომ გავაკეთებ. შესაძლებელია. თუ აქ ამას მივიღებ ამის თანხმობას, მე ხვალ ეხლა საკრებულოს პარისებს. შესაძლებელია დეტალებზე მერევსო. ჩვენ ბავშვები მაგრად ასწავლიან, მაგრამ ფინანსური მხარე. ჩვენ კარეოგრაფია სულ იცლება. წელიწადში ან 3 თვეში ან 2 წელიწადში ის რომ იცლება ის კარეოგრაფები, იმათ ჩვენ ვერ ვეცდებით. ვერ დელოდეთ ისეთ რომ და ეს თავა ის ახალი თავა რა არის, ეხლა ამ წუთში ყავთ ქორეოგრაფები. და ხარ ძალიან კარგი ფილმი, მაგრამ მომავალი თავა აქ შეიძლება უკვე ჯგუფების გახსნა შეიძლება. მე და შობელმა შეხედა უმეტესობა ეს რომ ვიქნებით ახლა ჩასული გადაღებაზე, უმეტესობა თურქი ბავშვები უფრო არიან, თურქი ბავშვები ვიდრე ქართველები. ანუ მათაც კი გაუჩნდათ აი ეს მოთხოვნა რომ რაღაცა ისოს და რა არ უნდათ იცი
არის ხშირ შემთხვევაში თუ ჩემზე კარგად სიტყვაში ჩვენ დავიბადო მამამაც გამიხილეთ ეს გუშინ რო ვიყავით რომ ხშირ შემთხვევაში აი გამოდის თურქეთის ჯგუფი და აცხადებს რომ ეს არის თურქული ცეკვა და ამას არ არის თურქული ცეკვა და ამაზე ძალიან დიდი შეტაკება დი ხო და აი ზუსტად ეს უნდა ამ თურქეთელ ქართველებს რომ დავიცვათ რომ ქართული იყოს ეს ცეკვა ქართული იყოს ეს შემოქმედება და ქართული დეტალებით ანუ არასწორად აღისწავლოს მომავალმა თაობამ ამდენი თურქი ბავშვი რომ მიიღეს იმას ქართულად უნდა მასწავლოთ და შევასმინოთ და დიახ სწორი ლეთებით და რაღაცა ამდე დაარქვას ისა აი ზუსტად ამაზეა საუბარი